საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ახალ ამბებს 6 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. კასპის პოლიციის შენობაში აფეთქება მოხდა. უკვე ცნობილია იმ პირის ვინაობა, ვინც შენობას ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა. დაშავებულები არ არიან ადგილზე, ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიციასთან გადაადგილება ამ დროისთვის შეზღუდულია. ჩვენი გადამღები ჯგუფი უკვე იმყოფება შემთხვევის ადგილზე და პირდაპირ ეთერში ახლა ნოდარ სხირტლაძე ჩაგვერთვება. ნოდარ, რა ინფორმაცია გაქვს მომხდართან დაკავშირებით? შენობის წინ დაუდგენელმა პირმა ხელყუმბარა ისროლა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა შენობის ფასადი და ჩამსხვრეული არის მინები, ასევე დაზიანებული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ერთი ავტომანქანა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქება დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა. ასევე კასპში მცხოვრებლები ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად არც ერთი გამლელი არ დაშავებულა. ჭახუნზე მანქანა რო დაეჯახება რაღაცას, აი შუშიან რაღაცას, ვაი ჟესტს თუ რაღაც ასეთი დაჭახუნების ხმა იყო. დაჭახუნების ხმა იყო და არაფერი გამოვიდი, მე დავიძახე, გამოვაღე ფანჯარა მე იქ ვცხოვრობ. გამოვაღე ფანჯარა და ბავშვს დაუძახე. ვაჟა რა მოხდა მეთქი? არაფერი არ ვიცი, ახლა გარბი ვარ მეცო და მე გამოვიდი მაღაზიაში, ახლა ვკითხულობ და მეც თქვენი არ იყოს, ამათ შევეკითხე. ხო არაფერი გაგიგიეთ, რა მოხდა? ვერაფერი ვერ გავიგე. პოლიციის შენობის წინ ახლა უკვე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები და ადგენენ იმ სავარაუდო მიზეზს, თუ რის გამოც მოხდა აფეთქება. აქვე ჩამოსული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის სამხარეო პოლიციის უფროსი გიორგი დვალიშვილი და რამდენიმე წუთში ის დეტალურად ისაუბრებს, თუ რამ გამოიწვია კასპის შენობის წინ აფეთქება. მადლობა. კასპის შენობაში, პოლიციის შენობაში მომხდარი აფეთქების დეტალებზე ნოდარ სხირტლაძე საუბრობდა. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პოლიცსაბჭოს ხდომაზე პარტიის აღმასრულებელი მდივანი აირჩიეს. ამ თანამდებობას გივი ჭიჭინაძე იკავებს, პოლიცსაბჭოს მდივნად კი ელისო ჩაფიძე დასახელდა. ხდომაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც, რომლითაც კოალიციის წევრმა თანაგუნდელები გააკრიტიკა. ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ დავითაშვილი მათი გუნდის წევრად რჩება. თამარ გოგესაშვილი ახლა პირდაპირ ეთერში. თამარ, რა განცხადებები გაკეთდა ხდომის დასრულების შემდეგ? ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პოლიცსაბჭოს ხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულს ხდომაზე იქნა მიღებული პოლიცსაბჭოს მდივნისა და პარტიის აღმასრულებელი მდივნის არჩევა. თანაგუნდელებმა პარტიის აღმასრულებელ მდივნად გივი ჭიჭინაძე, ხოლო პოლიცსაბჭოს მდივნად ელისო ჩაფიძე აირჩიეს. სტრუქტურულად პარტიის პოლიცსაბჭოს მდივანს დაევალება საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ორგანიზება, ხოლო პარტიის აღმასრულებელი მდივანი პოლიცსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზებაზე იზრუნებს. თანაგუნდელების განცხადებით აღნიშნულ თანამდებობებზე კანდიდატურები შეირჩა მათი საორგანიზაციო ორგანიზატორული თვისებებიდან გამომდინარე. პოლიცსაბჭოზე ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის პარტიის სამომავლო საქმიანობა, რეგიონული ორგანიზაციების განვითარება და გაძლიერება, ასევე შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა. პოლიცსაბჭოს წევრები აცხადებენ, რომ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ შეჯერებულან. ეს არჩევნების გზით შევარჩიეთ ერთიც და მეორეც. შესაბამისად ბატონ გივი წარმოადგენს პირს, რომელსაც ბატონ დავით საგანელიძეს ევალებოდა საორგანიზაციო ყრილობის მომზადება. მან საკმაოდ წარმატებით გაართვა ამ დავალებას თავი. წარმოადგენს საკმაოდ პატიოსან წესიერ ადამიანს, არ არის გასრული ცუდი უარყოფითი პოლიტიკური წარსულით და გამოამჟღავნა ძალიან კარგი ორგანიზატორული თვისებები. რაც შეეხება ქალბატონ ელისოს, ქალბატონ ელისო გახლავთ ახალი ჩვენი გუნდის ახალი პოლიტიკური სახე, თუ ელისოთვის ახალია ეს პოლიტიკური ამპლუა, შესაბამისად დასახელებული იქნა მისი კანდიდატურა და პოლიცსაბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეთ მას მხარე. განხილული იყო სხვა საკითხები, პარტიული, რეგიონალური საკითხები, პარტიული სტრუქტურის მშენებლობის საკითხი, დამატებით განხილული იყო შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის საკითხი. პოლიცსაბჭოს ხდომაზე ასევე იმშელეს კობა დავითაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით ეკა ბესელიას თქმით, საჭიროა მეტი კონსოლიდაცია და კომუნიკაცია. საბჭოს წევრების განცხადებით კობა დავითაშვილი რჩება კოალიციის შემადგენლობაში. კობა დავითაშვილთან დაკავშირებით დღესაც ვიმჟელეთ. კობა არის ჩვენი გუნდის წევრი, კოალიციის წევრი, ჩვენი თანამებრძოლი და ჩვენ მეტი, ჩვენგან როგორც ჩანს მეტი მხარდაჭერა, მეტი სოლიდარობა ჭირდება კობას და მას უნდა კონდეს იმის იმედი, რომ თანაგუნდელები, თანამებრძოლები მას არ აგრძნობინებენ, რომ მის ბრძოლაში მარტოა.
მე შეგახსენებთ, რომ ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პოლიტსაბჭოს პირველი სხდომა. პოლიტსაბჭო ამ შემადგენლობით 16 თებერვალს პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე აირჩიეს. Badloba ეს იყო თამარ გოგესაშვილი. დატოვებს თუ არა კობა დავითაშვილი კოალიცია ქართულ ოცნებას ამის შესახებ სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. დეპუტატი კოალიციის ლიდერების და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოვიდა. კობა დავითაშვილმა პარლამენტში დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ხელისუფლების დღევანდელი საქციელი დოყლაპიობაა. დავითაშვილის კრიტიკულ განცხადებებს ეკა ბესელი ამოპასუხა. არტოვებდა საზოგადოებაში უსამართლობის განცდას. ამიტომ უბედურების მიზეზი ბევრი ამაზე უმრავლესობის თომის შედგება. და როდის შედგება სიტყვა? მასე ამ დღეს რო ხვალ. შესაძლოა თქვენ დატოვოთ ამაზე არის ამაზე ხვალ. თუ კობას აქვს განცდა, რომ ცოტა მეტად ჭირდება რაღაცებზე საუბარი, ბუნებრივია, ამის საშუალება მიეცემა. ჩვენი თანამებრძოლია და არ მინდა რომ იგრძნოს რაღაცა გარიყულად ან უყურადღებო თავი, როგორც ჩანს, რაღაცა ყურადღება დავაკელით და მე ძალიან შემაწუხა ამ განცხადებამ. ფაქტები, რომლების თენგიზ გუნავას ოფიციალური სისხლის სამართლის საქმეში არსებობს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელისუფლების 100 დღიანი მუშაობის შედეგების შეჯამების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დასრულებულია და გუნავასთვის ნარკოტიკების და იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით ფაქტები დადგენილია, თუმცა სამართლებრივი შეფასება გასაკეთებელია. მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ოფიციალურ სისხლის სამართლის საქმეში ფაქტების აღრიცხვა დამახინჯებულია. ამ თემაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუნავა საქმესთან დაკავშირებით სამსახურიდან 6 თანამშრომელი დაითხოვეს. ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ გამოძიება იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა მისთვის ნარკოტიკის და იარაღის ჩადებას. უახლოეს დროში, ფაქტები დადგენილია, სამართლებრივ შეფასებას ვაკეთებთ. ერთი რამ წინსწრებით შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტები, რომელიც ასახული არის ოფიციალური სისხლის სამართლის საქმეში გუნავას მიმართ, არ შეესაბამება სინამდვილეს და იქ ფაქტების აღრიცხვა არის დამახინჯებული. ეს ფაქტი მე დავავალე ჩვენი სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომელმაც დაასრულა სამსახურების შემოწმება თენგიზ გუნავის დაკავების თაობაზე. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე მინისტრმა მე მივიღე გათხოვება დაკავების თანამდებობაზე გავათავისუფლე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 6 თანამშრომელი. ამავე საკითხზე როგორც მოახსენეთ აწარმოებს გამოძიებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და დასკვნის გამოძიების დასკვნის საბოლოო დეტალები ალბათ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის გაუგებარია, რატომ ჩდება შეკითხვების საჯარო სამსახურიდან თანამდებობის პირების საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შესახებ. ბიზინა ივანიშვილმა ამით არასამთავრობო ორგანიზაციებს უპასუხა, რომელთაც გარკვეული შეკითხვები ჰქონდათ მთავრობის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა აქვე პრემიერი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელმძღვანელობის ცვლილებამ ამა თუ უწყებიდან თანამშრომელთა გადინება არ უნდა გამოიწვიოს. საკმაოდ დიდი ნაწილი ადამიანების, რომლებიც ტოვებენ სამსახურს, წერენ თავიანთი ნებით განცხადებას იმ ფონზე, როდესაც საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის საქართველოში და ასევე იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საჯარო სამსახური როგორც მინიმუმ ქვედა დონეზე უნდა იყოს პოლიტიკისგან თავისუფალი და ხელისუფლების ცვლას არ უნდა მოსდევდეს ხოლმე საჯარო სამსახურების კადრების სერიოზული ცვლილება. ჩემთვის გაუგებარია, რომ განცხადებების საკუთარი განცხადებების საშუალებით თავისუფლდება საჯარო სამსახურებიდან ძალიან ბევრი მოხელი. აბა როგორ უნდა გათავისუფლდეს სხვანაირად? თუ დიდი მიდინებაა, რა თქმა უნდა, არ არის საინტერესო, არ უნდა იყოს ცვლილებები ხელისუფლების ზედა ეშელონების ცვლილებებმა არ უნდა გამოიწვიოს საჯარო სამსახურების თანამშრომლების სამსახურის თანამშრომლების დიდი რაოდენობის ცვლილება, სტაბილური ნაწილი უნდა რჩებოდეს, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ კონკურსის წესით უნდა ხდებოდეს ძირითადად შერჩევა ახალი თანამშრომლების. მართველი გუნდის და ოპოზიციის მიერ განვლილი პერიოდის შეჯამებას დადებითად აფასებს ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. ეს განცხადება მან შერატონ მეტეხი პალაში გამართული კონფერენციის შემდეგ გააკეთა. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებსა და შერჩევით სამართალზე ერთობლივად საუბრობენ.
მინდა მივულოცო დღევანდელი ფორუმის ყველა მონაწილეს. ეს იყო კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ განვიხილეთ ახალი მთავრობის პირველი 100 დღე. ვფიქრობ, ყველაზე მთავარია, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთი და იგივე პრინციპებზე საუბრობს. ეს არის კანონის უზენაესობა, მეუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა და ამერიკის შეერთებული შტატები. დღევანდელი შეხვედრა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სასჯელ აღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე საზოგადოება მალე ბევრ სიახლეს შეიტყობს. მთავარი პროკურორის განცხადებით ამ დროისათვის პროგრესია იმ დანაშაულებების გამოძიების საქმეში, რომელიც ადამიანის უფლებების ხელყოფას შეეხება. საზოგადოებისათვის ცნობილია, რა ვითარება იყო სასჯელ აღსრულების სისტემაში, თუმცა ამ მხრივ უახლოეს პერიოდში მოსახლეობა კიდევ ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს მოისმენს, განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. ჩვენ გვაქვს ამდენი 2000-მდე ადამიანის ჩვენება, რომლებიც ყვებიან მათ თავს გადახდენილ ამ ცემას, წამებას თუ სხვა არაადამიანური მოპყრობის შესახებ, ასევე როგორ გახდნენ ისინი თვითმხილველები მსგავსი ფაქტისა. ამის პარალელურად ჩვენ ვიკვლევთ იმ გარდაცვლილ საპრობილეებში გარდაცვლილ ადამიანთა რეალური გარდაცვალების მიზეზებს. 2005-12 წლებში 770 ადამიანი იქნა გარდაცვლილი შავდებული სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში. პოლონელთა რეპრესიების საბჭოთა საქართველოში ევროპის სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული ფოტოდოკუმენტები გამოფინეს. პოლონელთა რეპრესიების სამსახური დოკუმენტები დღეს პირველად გასაჯაროვდა. ევროპის სახლში საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტური ფილმი პოლონური ოპერაციაც აჩვენეს. ფილმი 1927-38 წლებში გასამართლებული 155 პოლონელის ცხოვრებას აღწერს, რომელთაგან 88-ს, მათ შორის 10 ქალბატონს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა. პრეზენტაციას პოლონეთის ელჩი საქართველოში, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დიპლომატიური კორპუსის და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. დასახავს პოლონელი ადამიანების ბედს, რომლებიც საქართველოში 1927-1928 წელს მოხვდნენ რეპრესიებში. ბედის ამსახველი დოკუმენტები, რომლებიც ნაციონალობის ნიშნით და თავის მოღვაწეობის ნიშნით რეპრესირებულები იყვნენ. გარკვეული წლების განმავლობაში თითქოს მიუღებელი იყო მისი გამოტანა საზოგადოების განსასჯელზე, მაგრამ დღეს მაშინ, როდესაც უკვე გაიხსნა ყველაფერი და ასევე ჩვენი არქივებით, ჩვენც ამოვადგინეთ ეს ფართო საზოგადოების წინაშე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს კეთილ განწყობას პოლონეთის საელჩოს და პოლონეთის სახელმწიფოს მიმართ. ეს კიდევ ერთხელ აახლოვებს და ამტკიცებს ურთიერთობებს მოლდოვანაში. პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა, რომლებიც შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, განაცხადა 1 მარტის ჩათვლით ცენტრალური საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ. კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადად კი 28 მარტი განისაზღვრა. CSKO-ს გადაწყვეტილებით 27 აპრილს არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათის და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში შედგება, რადგან ამ ოლქების მაჟორიტარ დეპუტატებს თია წულუკიანს, კახა კალაძეს და არჩილ კბილაშვილს ვადამდე შეუწყდათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლასთან დაკავშირებით. რომელი პარტიები აპირებენ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას და როდის დაასახელებენ კანდიდატებს, ნახეთ ჩვენს მთავარ გამოშვებაში 9 საათზე. იმ პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს, რომელთაც სურთ, რომ შუალედურ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, განსხვავებული მოთხოვნები აქვს პარტიებს, რომლებიც დარეგისტრირებულები იყვნენ და მონაწილეობდნენ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, მათ უბრალოდ უნდა მოგმართონ განაცხადით. ასევე საინიციატივო ჯგუფსაც აქვს უფლება, რომ მიმართოს უშუალოდ იმ ოლქს განაცხადით, სადაც დანიშნულია შუალედური არჩევნები. და ბოლო ვადა ამ განაცხადების შემოტანის არის 1 მარტი. საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის შესახებ კანონპროექტი საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტიდან გაიწვია. თუმცა ინიციატივა, რომელიც საგარეო პოლიტიკურ კურსს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფოს ხედვას და იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობას განსაზღვრავს, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ, პარლამენტში დახურულ სხდომაზე განიხილეს. მოყვა თუ არა განხილვას დებატები და რა პოზიცია აქვთ ინიციატივასთან დაკავშირებით ექსპერტებს, მირიან გორგოძე ისაუბრებს საკანონმდებლო ორგანოდან პირდაპირ ეთერში.
და კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები საპარლამენტო უმცირესობის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა საკუთარ ინიციატივას უკან გაიწვევს კომიტეტების მიმდინარეობისას დეპუტატებმა საკუთარი პოზიციები ღიად დააფიქსირეს ინიციატივის მთავარი პრინციპების ირგვლივ და ასევე შედგა დებატები. გიორგი ბარამიძის დიდი სურვილი იყო, რომ სამივე კომიტეტის წარმომადგენლები საკუთარი დადებითი პოზიცია ჩამოეყალიბებინათ ამ საკითხის ირგვლივ, თუმცა აღსანიშნავია, რომ უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციები ამ საკითხზე გაიყო და სხვადასხვაობა იყო. კონკრეტულად კი საუბარია იმაზე, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაც გულისხმობს ევროსტრუქტურებში ქვეყნის გაერთიანების მისწრაფებას, უმრავლესობისთვის მისაღებია, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ამ პრინციპის მიღება თავის მხრივ ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ საქართველოს არასოდეს გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციებში, სადაც ოკუპანტი რუსეთი დომინანტი ქვეყანაა და ამის გამო ცალკეული კონკრეტული განცხადების და ჩანაწერის გაკეთება საქართველოს კონსტიტუციაში უმრავლესობის წევრების თქმით არანაირ საჭიროებას არ მოითხოვს. როცა ვამბობ ნატოში მინდა ესე იგი სახსენებელიც არ არის უხერხულია ძალიან მე გეუბნებით ამას რომ ეს არის დაპირისპირებული რამე არ შეიძლება ერთდროულად წარმოიდგინო ორივე სურვილი არ შეიძლება საქართველოში მართლა მოიძებნოს ერთი კაციც კი რომელსაც ესენგეშიც უნდა და ნატოშიც ვთქვათ რომ გვინდა ევროპაში ვთქვათ რომ გვინდა ნატოში ვთქვათ რომ გვინდა ევროკავშირში ეს მინდა ყველას ამაზე საქართველოს ხალხმა გამოხატა თავისი აზრი ეს იმპლიციტურად გულისხმობს სად არ გვინდა მე მაგას ვლაპარაკობ რომ ვინმე საწინააღმდეგო აზრია მე იმას ვლაპარაკობ რომ ჩვენ გვჭირდება რომ მოლაპარაკებების დროს რუსეთთან ამითი ამ არგუმენტით ამ საკანონმდებლო აქტით იყოს წელგამაგრებული და დაცული როგორც ფარი საქართველოს დღევანდელი და ხვალინდელი და ზეგინდელი ხელისუფლება ვინც არ უნდა იყოს ვისაც არ უნდა მოადგეს რუსეთი აი ამ საქართველოსთვის მავნებლური იდეით ის უნდა იყოს დაცული აი ამას ვლაპარაკობ და ამიტომ ეს როგორც არასდროს აქტუალურია კიდევ ერთხელ ბუნებრივია რა არ გვინდა ყველაფერს ვერ ჩამოვცეთ მაგრამ ეს ძალიან აქტუალურია დეპუტატების მსგავსად საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საკუთარი მოსაზრებები და შეფასებები გამოთქვეს ასევე ექსპერტებმაც, რომლებმაც დააფიქსირეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მართლაც კონსტიტუციის ხშირი ცვლილება ნამდვილად არ არის მისაღები და საგარეო კურსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება არანაირად არ არის ამ მომენტისთვის საჭირო, მათი თქმით სასარგებლო იქნება უფრო რომ პარლამენტმა დეპუტატებმა იმჟელონ და მიიღონ ცალკეული დოკუმენტი, სადაც საგარეო კურსის შესახებ დეპუტატები საკუთარ პოზიციას ღიად და მყარად განაცხადებენ. ძნელია რომ არ დაეთანხმო ყველა იმ დებულებას, რომელიც იქ არის, მაგრამ შეიძლება არ დაეთანხმო იმას, რომ ეს უნდა უმაღლეს კანონში, უზენაეს კანონში იყოს შეტანილი, როდესაც შესაძლებელია, როდესაც ის აღწერს დროებით სიტუაციებს, რომელშიც იმყოფება ქვეყანა და არა რაღაც მუდმივ მოქმედ ღირებულებებს და ფუნდამენტურ რაღაც საფუძვლებს, რომელზეც უნდა დამყარდეს ქვეყნის განვითარება. ჩემის აზრით შეიძლება ეს იგივე თქვა დებულებები იქნას შეტანილი ან რაიმე საკანონმდებლო აქტში, ან თქვა იგივე რაიმე სახის საპარლამენტო დოკუმენტში, რომელიც შესაძლოა თქვა დამტკიცების შემდგომ იღებდეს რაღაც იგივე კანონის, ანუ სავალდებულო ხასიათს. ჩვენ თვითმიზანი არის ბუნებრივია ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება, ჩვენ ინტეგრაცია ნატოში და ევროკავშირში და პარალელურად რაღაც დონეზე დალაგება ურთიერთობის რუსეთთან. ასეთ სიტუაციაში ცხადია რომ საკანონმდებლო აქტში არ უნდა დარჩეს რაღაც შავი ხვრელები, რადგანაც ჩვენ ვიცით რომ მე-9 და მე-7 პუნქტში 14 პუნქტიანი გეგმის იყო ცოტა ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება რომის ინტერპრეტირება შეიძლება ჩვენთვის ცოტა საზიანოთ. ამიტომ ესე ვთქვათ, ეს ამ შავი ხვრელების გაქრობა უნდა მოხდეს, მაგრამ პარალელურად არ უნდა იყოს ძალიან მკვეთრი განცხადება, რადგანაც ამ ეტაპზე როცა ჩვენ ახლა ვესწრაფით რომ ურთიერთობა დავალაგოთ რუსეთთან, მნიშვნელობა არ აქვს ამის დიდი მედი გვაქვს თუ არა, ჩვენ ეს დავიწყეთ. ფაქტია, მთავრობის პრიორიტეტი არის დავალაგება ურთიერთობით რუსეთთან. ამ სიტუაციაში მკვეთრი განცხადებები და კონსტიტუციის დონეს დაფიქსირება რომ ჩვენ წვეთ ყველასთან მოლაპარაკებას, ეს თქვა ყველასთან კავშირს, ეს ალბათ არ იქნება კონსტრუქციული, რადგანაც ჩაგვეთვლება ჩვენის ცუდ დიპლომატიურ ტონად რუსეთთან მიმართებაში.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი დეპუტატ კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა არის, რომლის მიხედვით აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამირებაზე გარკვეული შეზღუდვები წესდება. მადლობა მირიან, პარლამენტში გამართული დებატების შესახებ მირიან გორგოძე საუბრობდა. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსული ოპოზიციის წარმომადგენლის გარი კასპაროვის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის თამაშების მსვლელობისას საქართველოს ოკუპირებული რეგიონები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული, როგორც შეჯიბრების, ასევე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მინისტრი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ოლიმპიადაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გუნდები წარმოადგინან. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არის ის ორგანიზაცია, რომელიც გუნდებს უშვებს ოლიმპიადაზე, ასე რომ ეს ასეთ მარტივი გასაკეთებელიც არ არის, რომც იყოს ამისი სურვილი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ, ასე ვთქვათ, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგეთ იმისათვის, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები დათბეს და თანამშრომლობის ერთ-ერთ სფეროთ სწორედ სოჭის ოლიმპიური თამაშები გამოვაცხადეთ, არ ამგონია, რომ ეს იყოს ვინმეს ინტერესებში. ახალ მემარჯვენეებს 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობა პოლიტიკურად და მორალურად გაუმართლებლად მიაჩნიათ. ამის მიზეზად კი პარტიის თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას და ორ ქვეყანას შორის შექმნილ მდგომარეობას ასახელებს. ფიქრია ჩიხრაძე მაია ფანჯიკიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას ეხებოდა. ჩიხრაძის განცხადებით ქართული საზოგადოება იმსახურებს იცოდეს თუ რა არგუმენტები არსებობს საიმისოდ, რომ ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად წაადგება ქვეყნის დეოკუპაციის პროცესს. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია. ეს არის სახელმწიფოებრივი ინტერესი, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას და ეს მონაწილეობა რამდენად წაადგება ქვეყნის დეოკუპაციის პროცესს და ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისათვის ეს პოზიტიურად არგუმენტის მიმცემი იქნება თუ არა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ასე არ არის და ვთვლით, რომ უბრალოდ აი იმ რაღაცა ტალღასთან გვაქვს საქმე, როცა გარკვეული რევერანსების პერიოდი დადგა რუსეთთან მიმართებაში და ვთვლით, რომ ეს ის საკითხია, სადაც რევერანსები არ შეიძლება რომ ხდებოდეს და გაუაზრებელი ნაბიჯები იდგმებოდეს. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ახალი პროგრამა განიხილეს, რომელიც ნდობის აღდგენას და კონფლიქტებზე სწრაფ რეაგირებას გულისხმობს. მაია ფანჯიკიძემ და ჰელენ კლარკმა ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ჟენევის მოლაპარაკებათა მსვლელობაზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მათ ახალ პროგრამას, რომელიც ნდობის აღდგენას და კონფლიქტებზე სწრაფ რეაგირებას მოიცავს. აი ამ თემებზე იყო ლაპარაკი, გარდა ამისა, რასაკვირველია ვილაპარაკეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ჟენევის ფორმატი, ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებები და როგორ მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციასთან ახლად შექმნილი ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობა. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით არის ჩამოსული. ჰელენ კლარკი ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. საუბარი შეეხო გაეროს მიერ დაფინანსებულ პროგრამებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ჩვენ არა მხოლოდ ფასადურად წარმოჩენებით, ჩვენ რეალურად მოვახერხებთ და განვავითარებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩვენს ქვეყანაში. რაზეც ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთხელ თანადგომას გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის და კონკრეტულად გაეროს განვითარების პროგრამების მხრიდან და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადოთ ქალბატონ ჰელენ კლარკს მოგზაურობისთვის და დიდი იმედი ვიკონიოთ, რომ ჩვენი თანამშრომლობით ჩვენ აუცილებლად მივახცევთ უახლოეს მომავალში, რომ საქართველოში განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ და ადამიანების უფლებებით ჩვენ გაუტოლდებით განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს. გაეროს დიდი სურვილია ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, როგორც სამთავრობო, საკანონმდებლო, საარჩევნო და სასამართლო, ასევე საზოგადოებრივი განვითარებისა და სოციალური დაცვის კუთხით. საქართველო ახლა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის და მინდა ამ გზაზე წარმატება ვუსურვო.
საქართველოს რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრმა ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაცია დააფუძნა. ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განაცხადა, რომ გაერთიანება ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რუს პარტნიორებთან ურთიერთობასა და ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებაში დაეხმარება. ღვინის მწარმოებელი კომპანიები მიიჩნევენ, რომ ასოციაციის საშუალებით ისინი საკუთარი ინტერესების დაცვას შეძლებენ. ჩვენი კომპანია საქართველოს რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი მათ გაუწევს კონსულტაციებს და კოორდინაციებს ხოლმე და შევეცდებით მაქსიმალურად მათ შევუწყოთ ხელი მათ ინფორმირებულობას, მათ კონტაქტების განვითარებას, რუსეთში სწორი პარტნიორების ნახვას და მომავალში ბიზნესის წარმატებით განხორციელებას. მივესალმები ასოციაციის შექმნას. ჩვენ რა თქმა უნდა ეხლა უკვე 10 კომპანია ვართ. შევთანხმდებით წესებზე, როგორ უნდა გავაგზავნოთ, რა პარტიები უნდა გავაგზავნოთ, რა ფასებში. ეს უნდა იყოს ყველა 10 ფირმის შეთანხმება, რომ წარმატებულად დავიწყოთ პირველი დაწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. კლინიკაში დღეს მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ბავშვი ლეიკემიით იყო დაავადებული. ღორის გრიპით წელს 7 პაციენტი დაიღუპა, რაც წინა წელთან შედარებით გაცილებით დაბალი მაჩვენებელია. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მათ ექიმს დაუყოვნებლივ მიმართონ. ჩვენი ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გრიპის პირველივე შემთხვევების გამოვლინების შემთხვევაში, როგორც გახლავთ, მაღალი ტემპერატურა ბავშვებში 38 გრადუსზე მეტი 1 დღის განმავლობაში, მოზრდილებში 2 ან 3 დღის განმავლობაში მიმართონ სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს. საკმაოდ დიდია მარაგი გრიპოზული სპეციალიზირებული პრეპარატების სამხედროობაში მაქვს მე ტამიფლუ და რელენზა. ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ეს პრეპარატები, რომლებიც მოგეხსენებათ, იწყება მათი მიცემა გრიპის შემთხვევაში პირველი 72 საათის განმავლობაში, ავადმყოფებისთვის გახლავთ უფასო. ფინანსური აფიორათო მოგებაზე გათვლილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბოლო 2 თვის განმავლობაში გამოჩნდა რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც მოსახლეობას გახსნილ ანაბარზე არაადეკვატურად მაღალ საპროცენტო განაკვეთს თავაზობენ, თუმცა არსებული ორგანიზაციების საქმიანობა ეროვნული ბანკის მიერ არ რეგულირდება. რასთან გვაქვს საქმე და რა სქემით მუშაობენ ეგრეთ წოდებული საფინანსო ორგანიზაციები? ნოდარ ჩაჩუა მუშაობს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ნინო, ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით აღნიშნულ ორგანიზაციაში, სადაც თავად ხელმძღვანელობამ ჩვენთან საუბარი არის სურვა და მან შემდეგისთვის გადაგვიდოს საუბარი, ხოლო რიგები საკმაოდ გრძელია, იქ ყოფი ადამიანები კონკრეტულ თანხებს არ ასახელებენ თუ რა თანხა და რა ტიპის ანაბარი შეიტანეს თავად ამ ორგანიზაციაში, ასევე როგორია მათთან გაფორმებული ხელშეკრულება, თუმცა ამბობენ, რომ ისინი ამ ორგანიზაციის მომსახურებით კმაყოფილები არიან. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული ორგანიზაცია შეტანილ ანაბარზე თავაზობს 25-დან 30%, რაც არაადეკვატურად მაღალია, ვინაიდან ყველა არსებული ბანკი დღეს საბანკო ბაზარზე საპროცენტო განაკვეთი მაქსიმუმ 12%-ია. მაგალითისთვის, თუ კი მოქალაქე შეიტანს $850-მდე პირობითად რო ვთქვათ, იგი დაახლოებით ერთ კვირაში იღებს $400, ხოლო 2 კვირის გასვლის შემდეგ იგი $1000-ით დაზღაურდება, ხოლო კიდევ 2 კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ მისი საპროცენტო განაკვეთი კიდევ $1000 შეადგენს. თუმცა როგორც უკვე გითხარით, აღნიშნული მოქალაქეები კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ ისინი ამ შემოსავლით საბანკო დავალიანებას იხდიან, რომელიც წინა წლებში მათ დაუგროვდათ. ბანკს ვისტუმრებ ამ ხულით. იცით თქვენ? არიან დაზარალებული. ხო, დაზარალებული ვარ. ბანკის ფული მაქვს ძალიან დიდი გადასახდელი. ამ ფირმით არ ხარ დაზარალებული. ამით არა, ჩემო კარგო. დიდება უფალს აქ რომ მოვედი, ბანკი მიყიდის სახს, აქედან ამოღებული ფულს ვიხდი ბანკში. ჩემი შვილები, ჩემი რძალი, ჩემი სანათესაო, ყველა ჩემი სანათესაო ამოვისუნთქეთ. როგორც ექსპერტები აცხადებენ, აღნიშნულ სქემაში კარგად იკვეთება სწორედ ერთ-ერთი ფინანსური საკმაოდ კარგად დახვეწილი აფიორა, რომელსაც ეწოდება ეგრეთ წოდებული ფინანსური პირამიდა. იგი სწორედ პირამიდას პრინციპით მოქმედებს, ანუ პირველ ეტაპზე, სანამ მოქალაქეთა რაოდენობა მაღალია, მაშინ ისინი დაპირებულ საპროცენტო განაკვეთს იხდიან, თუმცა მას შემდეგ, როცა უკვე მოქალაქეთა რაოდენობა იკლებს და საშუალო სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს პირობებში მოქალაქეთა კლება დაახლოებით 8-9 თვეში შეინიშნება, უკვე ისინი აღნიშნულ
პირობა მაღალი საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით ვეღარ ასრულებენ და მოქალაქეები მოტყუებულები რჩებიან. ფინანსური პირამიდების დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ პირველ ეტაპზე ამ პირამიდაში ფულის შემტანი ხალხი არის კმაყოფილი. და ეს კმაყოფილება არის სწორედ ამ ფინანსური პირამიდის სარეკლამო საშუალება, PR საშუალება, ასე ვთქვათ. მაგრამ ნებისმიერი პირამიდა რაღაც მომენტში აუცილებლად მთავრდება და ამ დამთავრების მომენტში მოყოლილი ხალხი მნიშვნელოვნად ზარალდება. აღნიშნული ორგანიზაცია თბილისში დაახლოებით 3-ია, თუმცა ექსპერტები იხსენებენ იმ პერიოდს, როცა ამ მსგავსი ტიპის ორგანიზაციების რაოდენობა საქართველოში საკმაოდ მაღალი იყო, ეს 90-იანი წლებია, როგორც ექსპერტები მიანიშნებენ და მაშინ საკმაოდ ბევრი მოქალაქე, დაახლოებით მილიონამდე საქართველოს მოქალაქე დარჩა დაზარალებული სწორედ აღნიშნული სქემის მიხედვით, როგორც დღეს ასევე აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურნენ ეროვნულ ბანკში, როგორც ისინი აცხადებენ, ამ ტიპის ორგანიზაციების საქმიანობა ეროვნული ბანკის მიერ არ რეგულირდება, ისინი დარეგისტრირებულები არიან შემოსავლების სამსახურში, მხოლოდ როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, მათ ასევე არ არეგულირებს კანონი, ვინაიდან კანონი მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, მომსახურებას და მსგავსი ტიპის ორგანიზაციების არსებობას არ კრძალავს, მანამ სანამ საქმე არ გვექნება აფიორასთან და კონკრეტულ კანონდარღვევასთან. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას და მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ზუსტად 3 საათში შემოგთავაზებთ, რასთან გვაქვს საქმე, ფინანსური აფიორა თუ მოგებაზე გასვლილი კარგად და კარგი მენეჯმენტის მქონე ორგანიზაცია. დიდი მადლობა, თემის დეტალებით ეს იყო ნოდარ ჩაჩუა. უახლოეს თვეებში საქართველოს ევროატლანტიკური ალიანსის საბჭო და გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეწევიან. ვიზიტის დეტალები თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის დროს დაზუსტდება. ირაკლი ალასანია ბელგიაში 20 თებერვალს გაემგზავრება. ეს არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, როდესაც გენერალური მდივანი და ყველა წარმომადგენელი ნატოს ქვეყნების ეწევა საქართველოს და გაეცნობა ჩვენს როგორც თავდაცვის რეფორმას, ასევე ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიზაციის კუთხით გადადგმულ რეფორმას. თავდაცვის მინისტრმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და ისინი მედლები დააჯილდოვა. სერჟანტ იაგო კაკულია და კაპრალი ერეკლე ხარშილაძე ავღანეთში ასრულებდნენ სამხედრო მისიას, რა დროსაც მოწინააღმდეგესთან შეტაკებისას დაიჭრნენ. ორივე სამხედრომ თავდაპირველად რეაბილიტაციის კურსი გერმანიაში გაიარა, შემდგომი მკურნალობა კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძეს. დღესვე ირაკლი ალასანიამ სამხედრო ჰოსპიტალის ახალი დირექტორი ირაკლი კურცხალია წარადგინა. დღეს მე მოვინახულე 3 ქართველი სამხედრო, რომლებიც გმირულად ასრულებენ თავის ვალდებულებას ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების წინაშე ავღანეთში და ძალიან მახარებს მათი საბრძოლო განწყობა, საბრძოლო სული. ისინი მართლაც დღეებს ითვლიან, როდის დაბრუნდებიან სამხედრო სამსახურში და ეს მოტივაციის ამომაღლებელია ყველა ჩვენთაგანისთვის. ასევე დღეს გორის ჰოსპიტალში მქონდა შესაძლებლობა, რომ წარგვედგინა ახალი ხელმძღვანელი. თქვენ მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ ძალიან სიფრთხილით მოვეკიდეთ ჰოსპიტალში ხელმძღვანელობის შესვლას, მრავალი კანდიდატურა იქნა განხილული და ბოლოს შევჯერდით ირაკლი კურცხალეაზე, მას აქვს როგორც თბილისში სამედიცინო განათლება მიღებული ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზი მინდა გაუსვა, რომ მას აქვს სამხედრო ექიმის განათლება მიღებული საზღვარგარეთ პეტერბურგში. მადლობელი ვარ დობის გამოცხადებისთვის. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი სავარაუდოდ მოემსახურება ჯარს, იმედი ვექნება, რომ ხარისხიანად მოემსახურებით ჯარს. მათ შორის არ გამოირიცხება სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობებს. დღეს გადმომცეს საბრძოლო იერის მედალი. ჭრილობა მივიღე ავღანეთში, კერძოდ ჰელმანდის პროვინცია შიგაზივი. იქიდან გამომდინარე მომცეს საბრძოლო მედალი. ისგანაც გამოიჩინეს ყურადღება, დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისგან. დაახლოებით 2 საათის წინ კასპში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი უკვე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს შენობას მან სავარაუდოდ ხელყუმბარა ესროლა. აფეთქების შედეგად პოლიციის შენობის მინები ჩაიმტრა, დაზიანდა ფასადი, ასევე შესასვლელთან მდგომი ავტომანქანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაახლოებით 2 საათის წინ
კასპიის რაიონულ სამმართველოში მოხდა აფეთქება. გატარებული ოპერატიული სამზარეულო ღონისძიების შედეგად დაკავებული იქნა პიროვნება ჩვენს მიერ. ამჟამად მოყვანილია როგორც თქვენ დაინახეთ კასპიის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაულის მოგვიანებით მოგახსენებთ. ვინ არის ეს პიროვნება? ბატონო გიორგი, თუ შეიძლება სახელის და გვარის თქმა. ამ ეტაპზე გამოძიებიდან გამომდინარე ვერ მოგახსენებთ. დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე იძულებით გადაადგილებულ პირთა მიღებას განაგრძობს. ამჯერად მინისტრი 40-მდე დევნილს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. დევნილთა ძირითადი საჭიროება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ფართის დაკანონება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იყო. დევნილთა მინისტრი აღნიშნავს, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ამით სამინისტრო დევნილთა შესახებ და მათი პრობლემების შესახებ სრულ ინფორმაციას იღებს. ამ შეხვედრება განაპირობა ის, რომ ჩვენ მივიღეთ სრული ინფორმაცია მათი პრობლემებისა და მათი საჭიროებების შესახებ, ხოლო ისინი თავის მხრივ ღებულობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დროში და რა ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება გადაწყდეს მათი პრობლემები. 20 წელია ვართ დევნილები და პირველი რაღაც სასწაული მოხდა, რომ მიგიღო მინისტრმა ღმერთმა გაახაროს ასეთი თვლის შეხედვისთვის. დამაიმედა, რომ მე ბერძენის სახლში ვცხოვრობ და რაცხნაირად მომიგვარებს ამ პრობლემას, რომელსაც მრავალშვილიანი ოჯახი ვარ და გარეთ არ გამოვყრიან შვილო. სექსუალური ძალადობის მცდელობა 22 წლის გოგონაზე ფაქტი ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში 21 იანვარს მოხდა. მოძალადე ადგილობრივი პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მიქაბერიძეა. სასამართლომ პოლიციელს აღკვეთ ღონისძიება 5,000 ლარის გირაო შეუფარდა, რაც შეეხება ძალადობის მსხვერპლს ის ამ დრომდე ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მომხდარი ფაქტის დეტალები ნახეთ ჩვენს მთავარ გამოშვებაში საღამოს 9 საათზე. სიყვარული მოეწონა შულო ახლა ახალგაზრდა მშვენიერი გოგო ხარ თქვენს და რომ მოეწონოთ მე სიყვარული აგიხსნათ და ცოლა ბაქთხოვოთ ჩვენ ეს ვიცით შულო მეტი არაფერი რომ ცოლად უნდა და მოყვანა ეს ვიცით გოგოს გადაუმჯობული ყველანაირი ფაქტიზე თქონდა და ერთი წელი და მე კონტაქტებით უბრალოდ ისიც ვამხნევებს ტკბილის სიტყვით რომ რა ვიცი ვერ არის მართლა ვერ არის ფსიქიურად კარგად გოგო იყო ჩვეულებრივად ჯანსაღი ჯანმრთელი ადამიანი აქ შემთხვევის მე მართლა შემთხვევია ლუდის ბარის და საბილიარდოს მშენებლობა იგეგმება 52 საჯარო სკოლის ეზოში. სკოლის ეზო პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე პირდაპირ მიყიდვის წესით 27 ივნის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კოლხამ შეიძინა. სწორედ კოლხას პროექტით იგეგმება სკოლის ეზოში ლუდის ბარის აშენებაც. სკოლის პედაგოგების და დირექტორის განცხადებით მათთვის ამ დრომდე არავის უცნობებია, რომ სკოლის კუთვნილი ტერიტორია გასხვისებული იყო. მათ ეს მხოლოდ მას შემდეგში შეიტყვეს, რაც იქ მშენებლები მივიდნენ და სკოლის ღობის დანგრევა დაიწყეს. 52 სკოლაში დღეს განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი მივიდა და კოლხას წარმომადგენელს მშენებლობის შეჩერება მოსთხოვა. მინისტრის განცხადებით სამინისტრო ამ საქმის განხილვას დაიწყებს და არ დაუშვებს, რომ სკოლის ეზოში მსგავსი დაწესებულებები აშენდეს. ბუნებრივია ჩვენ ამ სკოლის დირექტორი ვართ. ბუნებრივია ჩვენ არ გვინდა რომ ბიზნესი ვაზარალო. არანაირი. მაგრამ ბიზნესის არ დაზარალება არ უნდა გადავიდეს იმაში, რომ რაღაცა აბსოლუტურად სურეალისტური მომენტი. აქ ყველა კანონია დარღვეული, როგორც მიწისგაცემის ნაწილში აქ არის კანონი დარღვეული, იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლის ტერიტორიაზე და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელი და სიგარეტი გაიყიდოს და საერთოდ ყველა კანონმდებლობაა დარღვეული. მოშთა რომ ეს არის ამ ფირმა შეპოსი კოლხა 2012-ზე მიყიდული პირდაპირ მიყიდვის წესით თავისი ასე ვთქვათ ფუნქციური დანიშნულებით, რაც მე იმ განკარგულებაში არის აღწერილი, სადაც ნახსენებია ეს ლუდის ბარი. შეუძლებელია ლუდის ბარი, აქ ლუდი მოიხარშება ალბათ და რაც არ უნდა იყოს სკოლის ეზოში. მე ჯიხური და ის არ მომწონს საკანცელარიო ნივთები და სიგარეტი არ შეიძლება და ლუდის ბარი შეუძლებელი. და რას ნახავთ დღეს საღამოს 8 საათზე გადაცემაში ბიზნესის დრო. თია შველიძე შემოგვიერთდება. თია საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა. დღევანდელ ჩვენ გადაცემაში რამდენიმე საკითხზე გვექნება საუბარი. პირველ რიგში თქვენ შეიტყობთ, რატომ აფრთხილებს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს და რა საფრთხეს შეიძლება ემუქრებოდეს მათ კაპიტალს. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება საუბარი რეგიონში განსახორციელებულ პროექტებზე. ამის შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა განცხადება კონკრეტულად რეგიონებში ინფრასტრუქტურის
კონკრეტული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან დაიხარჯება 200 მილიონი ლარი, რას მოხმარდება ეს თანხა, ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება თენგიზ შერგელაშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე და კიდევ ერთი თემა, კვლავ წამოიწია უალკოჰოლო სასმელების მარკირების, აქციზური მარკირების საკითხმა. ამ საკითხს დღეს გაკეთდა განცხადება თავად მსხვილი მწარმოებლების მხრიდან. ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან დავით გიგაია, აკვაგეოს გენერალური დირექტორი და ვახტანგ ლაღიძე, კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯას აღმასრულებელი მენეჯერი. დიდი მადლობა თიამე, მაყურებელს შევახსენებ, რომ თიაშვილიძის გადაცემას თქვენ საღამოს 8 საათზე ნახავთ. მე კი ამ ინფორმაციით უკვე ხვალამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. კარგად.